ვიყურეთ. აჰა, ვისაც არ უნდა ძმაო. იყოს ეგრე ერთსაც ხوارა. ვიდეოს რო გამიგოს ეკარები და ბიჭებო, თქვენ რა სასწავითა და ეგეთი. ეხლა ბენო იყოს ხო იტყოდა რა ენაღლებაო რა შიუსო ამოიყო რა მოშივდა და მოვიდაო ამოიყო რასო მუცელსო გუში ხო დაურეკე მაგიდან ნახე აი გუში ხო დაურეკე და რა არის მოგშივდაო ეხლა ხინკალს სანამ ხო იცი სანამ ორთქლიაზდისო რა მანამდე არის მისავალი რა კიდე ვარადიული მოგონება იყოს მათი. გაიხარე. აჰა. გისმენთ? ჟღარონა რო უჭირავს ხელში. მიაგებს. ჩემოგია, გოჩასნა თქვა ის არის, სანამ ცხელია ხინკალი, მაშინ არის კაი მისაგებებლად რა. მიაგებოს, ვისაც ხინკალი უყვარდა, ვისაც ლუდი უყვარდა, ვისაც არაყი უყვარდა. და ვისაც არა სიყვარულობა უყვარდა რა. კაცობა და მიაგებოს. გაიხარე. გაგიმარჯოს. ხინკალთან ყოველთვის ასოცირდებოდა ლუდი. ხო. და არაყი. კი. ხო, ეგეთი საქმეა ხა ეს ღვინოზე ცოტა ისეთ პონჩი. ბიჭო რა არის, იცი? იმ თის ხალხს არ ქონდა ღვინო. თის ხალხს არ ქონდა ღვინო, მაგათ ქონდათ არაყი და ქონდათ ლუდი. და ეს ხინკალიც ხო მაგათია. ხო, მაგრამ კი, მაშინ ეგრე იყო, მაგრამ ეხლა რო შევადაროთ, ეხლა არაყი უფრო უხდება თუ ღვინო? ხო, მე ვეღარავსო უბრალოდ თორე. დაიწყო. ხო, დაიწყო სარაუში. საკარი ყო ისა? რაგია? მომიცისა? პერეცი? პერეცი. აჰა. ბიჭო, კაი ხინკალია ხო იცი შენ. აი, სანამ ცხელია, მანამდე მოვაყენოთ და იქნებ ბენო თქვენ გააგრძელოთ. ბენოს მივაწვდინოთ ხმა. კი. დედამისის ხინკლებს ანერვიულო გინდა? დედამისის ხინკლებს რო აქებს ხოლმე. კი, ჟუჟუ და მაგარ ხინკალს აკეთებს. ჟუჟუ და ხინკალი ხო გვაქვს ნაჭამიდას. რა ერთხელ. დავცხეთ. გაგისკდეთ გულები, უხურეთ ხინკალს. ჩემო გიორგი, ჩემო იკა. ჩვენი კლასელები, ვინც ახლა დღეს რაღაცას გეგმავდით და ერთად უნდა ყოფილიყავით ყველანი რა. სკვინტლია. ყველას გაუმარჯოს, ყველა კარგად იყვნენ ჩვენი ბიჭები, გოგოები. სიკეთე სიხარული არ მოუშალოთ ღმერთმა ყველას. გაიხარე ბრატ. დღეს და ჯანმრთელობა და გახარება ძმაო და უფლისწყალობა არ მოვაკლოთ უფალმა რა. იცოცხლე ბრატ, იცოცხლე. ბენო იკვდება ავათარი, ეხლა ხო წამოვიდოდიო, მაგრამ ვირუსი არ უნდა გადაგდოთო ხო? ეხლა იცი ჩვენზეც იზრუნა. თორე მე ეხლა ბენოს ადგილზე რო ყოფილიყავი. ბენო ეხლა რა. ბენოს ადგილზე რო ყოფილიყავი, ავათ ეხლა ბენოს მივმართავ. მე წამოვიდოდი ძმაო რა, იმიტომ რომ ხინკალზე იმას ვერ გავბაზავდი. მაგას რა. რასი ამოვლო ეხლა. ხო, მაგრამ რა, იმას არ უნდა. არა, ხო, იასნია უნდა. გაგიმარჯოთ, აბა, კლასელებო. ადნა კლასნიკები. მოძოთ ერთი მაგრად გაიხარეთ, მაგრად იყავით, მრავალს დავესწროთ ერთად. მრავალ ნათლიერებას დავესწროთ ერთად. გაიხარე. არის დღე ხანდახან 3 ვართ, არის დღე ხანდახან 8 ვართ რა. აი ამბავი უნდა გითხრათ. 6 იანვარს მეოთხე შვილი. ბატონო ჩემო. მართლა? დია. შვილებიც რო ამას დაემბობანენ. ნინო მახარია შვილი. არა, ორი ყავს ჯერ. ორი ყავს, ეს მეოთხეა. ეს არის გოგოსი და პირველი ბიჭი ყავს, მეორე გოგო ყავს. ბიჭსაც ეგრე ყავს, ხო. ბიჭსაც ეგრე ყავს პირველი. ნინო. პირველს გიორგი ქვია რა. იმისაც ბიჭისას დათუნა და იმასაც ნინო ქვია მეორეს რა. დათუნა და ნინო და. ეგლე და ვედი. ძველი პრინცესა. ნინო ბათოშია ხო? აი მე არა. რაღაცა პრაზნიკია. არის. არის ხო. აბა ბიჭებო და თქვენც კიდევ მე სხვა რასაგერ ერთი ყავს და კიდევ ერთმა 1000 გიქციოს და 100 გიქციოს და 1000 გიქციოს. ეჯო, ნამეტანია ეგა.
და თელ დუნიაზე ჩვენ უნდა გამარჯვეთ, 100 და 1000 გამთელები იყვნენ, რაც შეიძლება მეტი, აბა რა აკა. გაუმარჯოს ჩემო ირაკლი. იცოცხლესმა. ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოდა, ჯანმრთელი და გახარებული და რა ვიცი. კარგად იყავით ჩვენ. გამრავლდით, გაიხარეთ. გაგითხრათ. მრავალ ნათლისღებას დაესალით ერთად მთელი ოჯახი და რა ვიცი, სიხარული და სიყვარული არ მოგაკრუთ უფალმა. გაიხარ. ნათლისღება ჩვენ კიდე მერე ცალკე ვიტყვით. ბაზარი არ არის. იასნია ვიტყვით. ბატონო ჟორჟ უი, ჟორჟს ნახე რა უქნია ჟორჟის რა ჩუმად დაულევი. აღალი იყო კლასში, სულ პირველი რატომ შევდიოდი და ვერ ვიგებ. ეგრე იყო სიმაღლის დამიხედით. კომუნისტური წყობა ზმო. ეგრე იყო, აბა. მე მე-13 ვიდექი ხო. მე დასასო ბოლოში. მერვე კლასის მერე იმაში გავიჩიტე. მესამე და ბოლო კიბერო ჩავალთავარე 8 კიბე არ არის სულ ჩვენი ასასვლელი. მე მიყურე მე 10 რაღაცა ეგრე. მე მომიყევი ბიჭო მე. შენ რომ მოგიყვე ეს საფეხურები? კბილები გამოჩდება. საფეხურებს ვიძახი რა, დავალთავრეთ ესა პლაშატკაზე ვდგევართ რა, პირველი სართულის პლაშატკა. ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი. გამოდის. როლანდი მას როგორ ახარ? ვინა ეგა? გოგოლაც, ნინო. გოგო, ხო ათქმევინე, მაინც. რა როლანდი მას გიავარ. ნინა აბა შეგამოგიგზანი ახლა. ვაიმე. ისე საჩენ და სადროა. ნინას გაუგზავნე. არა, როგორ რაღაცით კი, სიმაღლე და სი გამხედრე ხო? თმებით ისა გაჭაღარავებულ. მე მინდა ეხლა ბიჭებო, ამ ჭიქით ჩვენი წასული კლასელები მოვიგონო. გაიხარ. ჩვენი ხრომა, ჩვენი გომიშა, მილა, აბულაძე დაგწყვიტეს. 4 არიან, ხო? კიდე კაი მეტნი არ არიან. ნათელში იყვნენ რა. გულები დაუწყვეტეს რომელია, თო? აი, მარადიული მოგონება იყოს რა, ნამდვილად რა, მაგათი. ამ 3 ბიჭის და 1 გოგო, ეს გოგო კიდე განსაკუთრებით კიდე უფრო დასანანია რა. თორე ყველა ერთნაირად ცოდოები ვართ ეს სიკვდილის გაჭირებაზე მხდებოდა ხოლმე კაცო. ხო, მე ბოლოს ჩემ კორპუსში შემხვდა ჩამოდიოდა კეთილი. ისე მომიწია, ვერც პანაშვიძე მივედი, ვერც გასვენებაზე მივედი. კეთოს. გამფალი და კეთო ბუნება გაწირა. გამფალი დაავადება ქონდა. სონა იყოს რა თავი და კეთი მო. გაიხარ. განათლოს უფალმა ამ ჩემ მონგოლმა დიდხანს უცოცხლოთ რომ ხრომას კი ვინ მოიგონებს. გამოიარა ერთი გაჩერება, მეორე და მილა ამოდის. მე ხვალ ლოგოლა ხვალ. მე რა მითხა, სამი ხარ რა გამიამბა. სმენაში ვარო მაშინ საწყობში მუშაობდა მაშინ. შენ სამ მიდიხარ მეკითხება. მე მეოთხარი სტადიონზე მივდივარ. ბილეთი გამაქო. კი. აუ, მოდიო გავყიდო. მე უმყავს. ჩამოწიე ხილი ბიჭო. მე უმყავს. კლიენტი მყავსო. მყავს. ბილეთი გავყიდო, თუ წავიდეთ რაღაცას დავჭდეთ. ტელევიზორში უყურთ. დავლივით. არც ვაცხელი, არც ვაცი. მე ახლა ტელევიზორში ყურება რომ მდომოდა. მარშრუტკაში კი არ ჩავჯდებოდი და ბილეთს კი არ ვიყიდი. დავჯდები სახლში მეც უყურებ. აი ხოლმე გამიბრაზდა მან. ცოდო, ხო, საცოდო. აუ. მე კიდე მინდოდა მოქმედი ჩემპიონებისთვის მეყურებდა. იმას თავის გასა ჭირი ქონდა. იმას თავის ისე ქონდა, ჩავიდე და დავიძე გაიჭვალ, ხაი, ფული დაგჭება აქ. ფული დაგჭება აქეთო. ანუ სახინკლის იკისრებ და ფული აქეთ დაგჭება. მეტი რა შეიფეხები გიდა. ანუ ფული დაგჭება დაჟე საპრახმელიო რა, ხვალისა რა. ბილეთი როგორ იყო ნაყიდი 15 ლარი დაგვიჯდა, მაგრამ ადგილები ნორმალური იყო, მეორე იარუსში ვიყავით და ცენტრში. მაგრამ ზატო ჩრდილოეთ კი დასავლეთ ტრიბუნა. ცენტრში ვიყავით, ხო? კარგი ახსოვს ბიჭო ეგა. და რომელი პერიოდია, იცი? 17 ნომერი ლაზის ავტობუსები რო დადიოდა ყავე ტევკაზე.
ვიხსენებ აბა. აი რა ხო გეუბნები ეხა მე ისი რომ მე მაგარი ისე იმენა კასეტა ვარ იმენა სადა ხართ? უნივერსამში ბიჭო აი ეხლა ის საჩილო შედიხარ იცი რაც მე ნასვამი მაქვს კიბეების ქვეშ იყო ხოლმე სახინკლი გახსნილი რა ხო ეხლა რა ქვია ბარიც ხო იყო ხოლმე მან რაღაც ბართ ხო რაღაცა ბარი იყო ხოლმე ადრე მე სახინკლი გაიცნა და კაგრას ეგ სახინკლია იქ რო ვარ ჩვენ და ვალუდაც არის? ჰა ვალუდაც? ვალუდა არა გასო გომიშა თუ ეგ ის მოყევი ჩაიცალეს მე და მე სხვა რა ვარ გასახდელში ჩაცალეს ის კონი არა ის სკოლაში იყო გასო ის ბევრად პატარები ვიყავით კიდე რასა კაც რომ რამდენი წელს იყო ო სადღაც ახლა 2 წლის წინ კიდე იმ მაგ ფაქტი ეხლა რასაც უყვები ეგ არის უკვე დიდი ბიჭები ვართ რა უკვე ხოაზე ხარ პოლიტრებს ავსვავთ და ეგ ხოაზე ხარ და სკოლაში ხართ ისევ თუ არა ხო არა სკოლის მოსწავლეები აღარა ვართ არა კაცო ხო და სახინკლეში და მე და მეცხვარას უკვე კაროჩე ხინკალი გვაქვს ნაჭამი თითო პოლიტრა დალეული პივები დალეული ხოაზე ხარ უკვე რამის დამთავრების იმაზე ვართ და მოდის მარგველა და მარგველაზმა ყობა ეძებენ ღვინოს და შემოიარეს იქა ხოაზე ხარ იქა და ჩვენთან შემოიარეს და ბიჭო წერს ვეძებთო ღვინო გვინდაო ისაო და მაგ დროს უნივერსამის გარეთა იქით და პერიმეტრზე იყიდებოდა ხოლმე წერტი იყო ხოლმე დედასმიცავ რა ღვინის წერტი და იქ მივასწავლეთ ეს წერტი ჩვენ ხო და ყობა მარგველა ძმამ გაგვიძრო მე და მეცხვარას ეს ჩვენგან თან ჩვენთან მოვიპატიჟეთ და თითო ხინკალი შეჭამეს თითო არაყი დალიეს ხოაზე ხარ და მე იკისრეს რა ეხლა ხოაზე ხარ აი მაშინ ეხლა ხო ის იყო აი ეს ჩვენგან ეს ჩვენგან ეგეთი პოტია და 2 რუსკაია ვოდკა დაგვიდგეს მაგიდაზე ხოაზე ხარ და ბიჭო რა აქვე და წავიდნენ ესეთი მარგველაზე თუ თავის გზაზე წავიდნენ რა ღვინოს ეძებენ წავიდნენ თავის გზაზე და ბიჭო მე და მეცხვარამ რა ვქნათ ეხლა თო ნასვამებიცა ვართ ნაჭამებიცა ვართ და ეს 2 ახალი ბოთლი გაგვეჭიტა რა ეს არაყი ხო და ეს ხო იცი რა ლოთია ჩემი კარგი მოტანა მე ეხლაო აი ეხლა ამასო შიუო თან ეხლა შიუ რა ეხლა ხო იასნი პივის ბაკალში დავისხავ აი ამ პოლიტრასო და დავლევო მე და შენს დალევო რა მე ვთხარ ეხლა მე ხო ბუხოი ვარ ბიჭო იმიტომ რომ მანამდე ხო დალეული გვაქვს უკვე ჩვენ რა უკვე ვავთავრებდით რა ეს მარგველაშვილები რო დაგვეცნენ ხო და ხაი მეთქი შენს თუ დალევ მეთქი მეც დავლევ მეთქი ეხლა ვითომ ზადნი არ მივეცი რა ეხლა მეც რა და ამან ეხლა სესაიუზნი ლოტი დაისხა ეს პოლიტრა და პივის ბაკალში რა ეს პოლიტრა დაისხა და არ დაკრა და არ დალია თო ამან მეცხვარა ბიჭო ჩემი კარგი მე ხო უკვე ნათქვამი მაქვს ეხლა შენს თუ დალევ მეც დავლევ მეთქი რა ეს მეორე პოლიტრას ხო არის იმიტომ რომ ამ მარგველაშვილებმა 2 პოლიტრა იკისრეს ბიჭო დავისხე ეხლა მეც და ეხლა მეც ეხლა მთიული მეტი ჩარა დავისხე და მეც დავლიე და დედასპიცა ვარ დღემდე არ მახსოვს სახში როგორ მოვედი ერთი მახსოვს რომ ჩემი ფეხით მოვედი და მახსოვს რომ 17 ნომერი ავტობუსი აი რატო მახსოვს სულ მახსოვს ეგ 17 ზღვაზე რომ დადიოდა ლაზი სულ მახსოვს 17 ნომერი დედასპიცა მე პოლიტრა რო არაყი არ დამელია მე ავტობუსი არ მებაღწევრებოდა აი მაგითო მახსოვს რომ მივედი უნივერსამის გაჩერებასთან ჩავჯექით მე და შენ გია და სახლამდე მოვედი მაგ ავტობუსით და პროსტო სახში როგორ მივედი ეგ აღარ მახსოვს მაგრამ ნუ ფაქტია რომ მივედი ეხლა ხო ფაქტია რომ მივედი მაგრამ აი დედასფიცა ვარ ეს ეხლა რატო დავიწყე მაგაზე ლაპარაკი რომ აი ეს პოლიტრა არაყი ხო ერთი მოყუდებით პივის ბაკლით ამაკ დალეული რა პივის ბაკალი გეოგრაფიულზე ვერ ჩავაბარე და საშინელება იყო კარტოგრაფიულ ფაბრიკაში ვმუშაობ. მოდივარ სამსახურიდან. გაჩერებაზე ჩამოდივარ.
ზავრად და მეორე ვინ იყო არ მახსოვს. მეცხვარო ცისამურში მივდივარ თუ და ამოდიო კაი პური ჩამოთ რაღაცა. კაი პური ჩამოთ. ძმობაში. თან მაშინ 18 წლის რო არ ვიყავი, 1 საათით ადრე მიმთავრდებოდა ხოლმე სამუშაო და ავედით არყის ჭიქებს ვერ პოულობს. ზავრად. ვერ ძღვინის ჭიქებს ვერ პოულობს. გამოიტანა პივის ჭიქი. ძველი პივის ჭიქები გახსოვთ. ვაიმე, ძირი კონდა. აი ძირი. ხო. პივის ჭიქა? თუ პივის ბაკალი. ბაკალი. და აი ამ სიმაღლეზე რო გაგივსებს. იმ პივის ბაკალს. ანუ ფართე იყო უფრო. ძირი ფართეა და ამ სიმაღლეზე ვასკავ. 20 ლიტრა ყლე. ბოჭკა ბაკლები რო იყო ხოლმე, ბოჭკა ბაკლები. ასხა და ასხი. ჩვენი დავთვერით, ეხლა მაშინ სად იყობენ ტაქსი გამოიძახე. ხო რა გამოიძახეთო? გამოვედით გარე. მოგიტყლავდნენ კარგი წრეს, ვინ მოგეს. ებს. მარშრუტკებს უხლევს ხელს და ვიღაცა კეთილსინდისიერმა გააჩერა მარშრუტკა კი არა, იმაზე, აქვია. გამყოლი. მარშრუტკები აქვია დღეს ინგლისურად? მარშრუტკები ხო მაშინაც დადიოდნენ. პაპუტნია რუსულად. ხო რა. პაპუტნი. ვიღაცა ღვთისმიერი ჩაჯექით ქვეყლებო რასა გევხართ და წამოგვიყვანა. გამოვედით აქამდე რომ მოვახციეთ ჩვენი გაჩერება როა ხო იცი? ტექნიკუმთ. რა დღეში ვიყავით. ესე იგი ენას ვერ ვაფუნებთ. ყველა ჩამოვედით. მოგჩები იყო ხოლმე. მივადექით ყველამ დავიწყეთ მოვსვა. მეორე დღეს რომ მომიყვნენ რა დღეში იყავით. რატომ გიბართ? ეს ბუჩქები მეორე დღეს გაზდილი დაკვდათ, ხო? გაზდილია ბუჩქები რაღაცა. ეს ბუჩქები აყავებული. გამხმარი იყო იმდენი. გამხმარი არა იყო. ალკოჰოლი მიიღო იმ ბუჩქებმა. ფოთლები სასუქი პირიქით, სასუქი მიიღო. ფოთლები გაუყვითლა, რა. ფოთლები გაუყვითლა. ხო, მაგრამ მე არა, ახმობს, ფსელი ახმობს. მე რო აბა ბიჭო. კი. მარილია. კი, ბალახს და იმას აყვითლებს. რო დავჯექით და მე რო დავფიქრდით. ესე იგი ჩვენ არაფერი დავლიეთ იქა, ერთი ენა რაოდენობით. ალბათ 1-3-4 ლიტრა. მინიმალური ზაკუსკით. ახალგაზრდა ბიჭები ვართ. მაქსიმალური ყოფილიყო ზაკუსკა რა, რო? ჯარში არა ვართ ასულები, წარმოვიდგინეთ 8. აუ, ნახე რა პატარა. დაჟე მანამდეა, გასო? ხო. ხონა? თქვენ აბა სამშობლოს სტატუსის კი არა ქონია. არა, სტატუსის გარეშე ყოფილი. უსტატუსოები ვიყავით. სტატუსის გარეშე. არა რეგალები იყავით. უბერეთ დავლიეთ, ნუ დამთავრდა ეს ტანცი-მანცი როგორც იქნა, დავფრუნდით ჩვენ ადგილებზე. ბოლო ეს სუფრაც დამთავრდა. მოვდივართ მეტროსკენ. 90-იანი წლებია. არა ტაქსი. რის ტაქსი, რა ტაქსი? პეშკომ. ნახუი ბლე. გაჩერებულია მეტროს თუ მოუსწარი, კაი ბიჭი ხარ, ის თუ არ გაჩერდა გზას. თუ არ მოგეთხრა ვაგონში. არა, გუინამში თუ არ გაჩერდა რა. პატრონი თუ არ მოგეთხრა. ბედნიერი ზავრადას რომ მოვიდა. ამისული ბუჩქებია. ბიჭებმა ხوار გადავაშუშუნოთო. რატომაც არა? დაჟალოსდა. სამსახურიდან წასულები ვართ და სამხედრო ფორმაში ვართ სულანი. ბუჩქი
შემოუდებით გარშემო გარშემო გაუშვეს ნაპროცი რა ვიცი ნაპროცი ვიცი უჩვენე ნაპროცი ეს რა არის ამაზე შემიზარდო დადეგი ახროიდე კიდე ერთო ერთად შენ 50 წლისა ხარ მე 24 წლისა ვარ მე უფრო მაგრა გავუშვენ თუ შენ ბუჩკის გარშემო შეიკებენ ბიჭები ბუჩკის გარშემო კი არა ბუჩკი გეგონათ ალბათ აი ბუჩკი ნავდი ბუჩკი უეჭველი იყო მაგრამ იმ ბუჩკმა დაასველა ზოგ-ზოგი აუ ზავრადას რომ მოუვიდა მაგ პერიოდში ის ხო აქ მოყოლინი გასო იქით რომ მოდიოდა გადასასვლელი ხიდან აი ფეხით სიარულის ის რო იყო მოდა რა ტრანსპორტი და მაშინ 3 ნომერი და 4 ნომერი ტრამვაების დადიოდნენ მაგრამ ეს ერთი დიდუბეში მეორე აქა რა აქა დადიოდა ხო 4 ნომერი დადიოდა გადასასვლელი ხიდზე 3 ნომერი იმაზე დიდუბის მეტროსთან ხო და ზავრადა კაროჩი მოდის თავისუფლების მოედრიდა თუ საიდანაც მოდის რა მოკლედ რა ნახალოკა გამოიარა და მოდის ეს და შელი ნახალოკა გამოიარა და მოვიდა საქართველოს კინო საქართველოს დაინახა იქ თემქიდან მომავალი 4 ნომერი ტრამვაი გაიგე და მიდის იქით რა პერეხანდრისკენ ხო და გადავირბიდეო რა ვიფიქრეო რომ ეს ჩავა და აქიდან ფეხით სიარულზო მოტრიალდება და წამოვალო რა თემკაზე დავისვენებო რა მაგის ზედაც მოტყანო ეხლა ტრამვაიში ხო ამერიკან ეხლა პერეხანდროიდან ეხლა კინო საქართველოსამდე ფეხით სიარული ეხლა კი მე ბევრად მეტი გზა გამივლია მაგრამ არც ის არის ეხლა ცოტა დრო ის ცოტა სიარული ეხლა პერეხანდროიდან საქართველოსამდე და დავჯექიო რა მოკლედ ეხლა ამივაზე გადავირბიდეო და დავჯექი და ჩამიყვანა ამივალი 4 ნომერმა ტრამვაიო პერეხანდროისო და ამოიღო ისტორია და მე აღარ დეპო აღარ ვიტიყვა იდი და ყოფილი დავიდა და ისოპერი იგივე გზა და მეტი ტრამვაი მეტი ვაგონი აღარ არის რა ზიო უკვე ის აღარ არის რა რაღაც გაზავებული გამოგზავებული და შამპანურის ცეხში მუშაობ შამპანურის ცეხში მე და შენ გახსოვს იქ რომ მუშაობდით ნიკოსთან ალუმინის ცეხში შენ რომ ახალი ჩამოსული ვარ ჯარიდან მე რა და მეცხოვრებ დამასაქმე ეს მუშაობს ახლა ახალგაზრდა ბიჭები ვართ ახლა 20 წლის ბიჭები და ეს მეცხოვრებ მე რო ჯარიდან ჩამოვედი ალუმინის ცეხში მუშაობს კარფანჯარი ალუმინის კარფანჯარი მაშინ ახალი მოდაში ახალი მოდა იყო რა ჯერ კიდე ახლა მაშინ გადადიოდა ეს ალუმინის კარფანჯრები და ხეები ვითომ აღარ უნდა ხეები აღარ უნდა და ალუმინის კარფანჯრები და მე გასოს ისა გენასადრე აქავარე აკაკა ვიჭო და ეს ხი იყო ავჭალაში და ავჭალაში ამიგი ხა რა ქვია ორი უფროსი ყავდა რა მოკლედ ორნი იყვნენ წელში რა ერთი ცოტა დიდარი ტიპი იყო ხო ისა მალბოროს ეწეოდა ნიკოფტურა ხო და მეორე კიდე ასტრას იქნებოდა ასტრისებით ერთი კახელი ყლე იყო მეორე ისა სპეროგალი ხო ერთი მალბოროს ეწეოდა ერთი იბა უფილტროს პრიმას ეწეოდა რა ორი ერთი ისა ქონდა რა ფურს ერთ და ერთ ჯოულობდი რა მაგეთი კარგიც მოთხარ ერთი მაგეთი ბიო სადარი რამდენი ხანი მოასწარი მაგ მუშაობა რა ბიჭო კაი ხანი კოტეც მუშაობდა კოტე ხო შენ კოტე და მე მიღეთ მე თქვენ რა
და ერთხელ ვაკეში რო ვიყავით და ვიღაცა გელას უკეთებდით იმას ზაკას ვაკელ გელას რა ხაზინის გელე ერქვა რა ყველაზე ხერხდა ამ სამუშაოში გელა ხო იცი გელა როა რა გელა მანტირო გელა და თიმჯო გელა სადარი გელა და გამოვარდებოდა ჩემს აკავა იდი ნახო ვიცა გელა სადარი და ის გამოვარდებოდა იმასაც გელა ერქვა ჩვენ ჩინაზე აკავა იდი ნახო რა ჩემს აკახა გელა გვიდა ჩვენ და მაგარი ჩემ რეჟისორს აქ მოყოლილი თავისი ბავშვობის ანეკდოტი. ბავშვებს რა სიკულა და გრიკულა. სიკულა და გრიკულა მაგალითად. აბრე ბავშვებს. სიკულა და გრიკულა ანეკდოტები. ბავშვებს აბრე მოეძახი. სომხებზე. მექანიზაცია და ტრაქტორი რაღაც რევოლუცია და რევოლუცია ეძახი ხოლმე და ერთმა მუსიკოსმა დაჟე ტყუპები ეყოლა და ბემოლი და ბეკარი დაარქვა რა. მოდაში იყო მაშინ და როგორც რესტამბე. ხო, ეძახისო რა, დედიო ბავშვო რევოლუცია ქვიაო და დედიო რევოლუციამ ჩაიჯვაო რა და აიო შკაფის თავზე კომუნისტიაო და აიღეო და გამოწმინდეო რა და ამაზე ვიგუდებოდით სიცილით. ხო.